როცა სახელმწიფო წინასწარ იცის, რომ ბავშვმა თუ წამალი არ მიიღო, ჩაჯდება ეთში. თუ შემდეგ წამალი არ მიიღო, მას გაუჭირდება სუნთქვა. თუ შემდეგ არ მიიღო წამალი, მას გაუჭირდება გული. ეს ყველაფერი წინასწარ იცის სახელმწიფომ და ამაზე მეტი კატასტროფა რაღა უნდა იყოს. რატო უნდა დაიწყოს სახელმწიფომ იმაზე ყოყმანი, რომ ამას ჭირდება რესურსი? რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის ხელისუფლებაში? სულ არ აინტერესებს მშობლებს ვინ არის ხელისუფლებაში. ეგ საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. სახელმწიფოში ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ეს არის პირველი ვალდებულება. ამიტომ ეს არ არის თხოვნა, ეს არ არის ხელის გამოწვევა, ეს არის აუცილებელი საჭიროება, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს. თითოეული ჩვენგანი არ იხდის გადასახადებს, იმიტომ რომ მინისტრებს ყოველ წელს მოემატოთ ხელფასი და კეთილდღეობა იყოს მოსამართლეების უზრუნველყოფილი. ჩვენ ვიხდით გადასახადებს, იმიტომ რომ საქართველოს ბავშვები არ იყვნენ ელემენტარული საჭიროებების გარეშე, არ იყვნენ სასიცოცხლო სერვისების გარეშე. ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვართ ქვეყანა და ჩვენი გადასახადები უნდა მოხმარდეს პირველ რიგში ბავშვებს. თუ ამას ვერ იგებს მთავრობა, ჩვენ აუცილებლად გავაგებინებთ და აუცილებლად დავარწმუნებთ, რომ მათი ვალდებულებაა ის, რომ ჩვენი თანხები, ჩვენი გადასახადები პირველ რიგში მოახმარონ ბავშვებს. ეს არის თითოეული ბავშვის უფლება. ბავშვებმა მათთვის სასიცოცხლო სერვისები უნდა მიიღონ დაუყოვნებლივ, დაუბრკოლებლად, ყველანაირი დაპირებების გარეშე და ყველანაირი პათოსის გარეშე, რომ სადმე კუთხეში ჩუმად ვილაპარაკოთ. გამობრძანდით ისევ და ბავშვებს აუხსენით, დიახ გევალებათ, ბავშვებს ვერ დაველაპარაკებიო, ჯანდაცვის მინისტრმა ესე თქვა. ეს არის არასწორი, დიახ გევალებათ, ელაპარაკოთ ბავშვებს, მათი გასაგები ფორმით. მათთვის ასახსნელია, რას პირდებით, რას აკეთებთ და რა გევალებათ, დიახ აქ ბავშვები არიან, მაგრამ ბავშვებს მინისტრი დღეს არ დაელაპარაკა. ერთი სასიცოცხლო, ერთი საიმედო სიტყვა არ უთქვამს და რამდენიმე მშობელს უთხრა, რომ წამოდით და ვილაპარაკოთ სადღაც დახურულ კარს მიღმა. დღეს მზად ვარ ყველაფერში ჩავერთო მაქსიმალურად, ჩემი შესაძლებლობები მივმართო იმისთვის, რომ ბავშვებს არ უწევდეთ აქ დგომა, იმიტომ რომ უბრალოდ გადარჩნენ. ბავშვები არ უნდა ბრძოლობდნენ გადარჩენისთვის. ჩვენ ვართ სახელმწიფო, საზოგადოება და ჩვენ მოვთხოვთ მთავრობას. სახლიდან არაფრის მოტანა არ ჭირდებათ. ჩვენი გადასახადები, ჩვენ შვილებს მოახმარონ და გადაარჩინონ ბავშვები. ძალიან სულ მდგომარეობაში ვართ. გვინდა მივაწოდოთ მთავრობას როგორმე გვიშველონ, წაქცეულები ვართ, ვიწვევით, საშინლად იტანჯებიან ჩვენი პატარები, სანამ ეტლში ჩაჯდებიან. იქნებ მოგვაწოდონ ეს მედიკამენტი, რომელიც უკვე აღიარებულია არაერთ ქვეყანაში. რაღაც ეჭვები გაჩენია თურმე და არ აღიარებენ საქართველოში ამ მედიკამენტს. ასეთი პასუხი მოგცა. როგორ? თუ კი ამერიკაში უკეთდება ეს და კარგად არიან ბავშვები, არის დიდი შედეგები. ქართველ ბავშვებზე არ იმოქმედებს ეს უკეთესად. მოგხედონ, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ, სხვა არაფერი გვინდა. მაგრამ ეს ადამიანები ჩვენთან დიალოგებს აწარმოებენ ამ პერიოდში უამრავი ბავშვი ეჭვება ეტლს და რამდენიმე კიდე დაგვეღუპა აი ამ 8 თვის განმავლობაში. სამწუხაროდ ეს დაავადება ჩვენს წინააღმდეგ მიდის, ეს არის პროგრესიული დაავადება, რომელსაც არ გააჩნია დრო, არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ რაღაცას დაველოდოთ. ამიტომ ჩვენ საქართველოში ვითხოვთ, რომ დროულად მოხდეს ახალი პრეპარატების შემოტანა. რაც შეიძლება მალე და კიდევ რამდენიმე თვე დიალოგების ესე რომ ვთქვათ სასაუბრო დრო არა გვაქვს. თუ ფიქრობს ჯანდაცვის მინისტრის, რომ ჩვენ ისევ დიალოგზე დავთანხმდებით და ერთი და იგივეს მოვისმენთ, ძალიან ცდებიან. იმ შემთხვევაში მივალთ მოლაპარაკებაზე, თუ გვეტყვიან, რომ კი, მომავალი თვიდან მიიღებთ ახალ პრეპარატს. როცა ქვეყანაში და პარლამენტში 50% მილიონერია, მათი ოჯახისთვის არის, ღვთისმსახური არის, რომ თითო მილიონერმა თითო ორ-ორ გაუწიოს დახმარება და უპატრონოს, როდესაც მათ მშობლებს არ გააჩნიათ იმ ხელასახსნები, რომ თავის შვილებს მიხედოთ. ჩვენი უბედურება ყოფნის და ამ უბედურებაში მთავრობამ უნდა მიიღოს და დადოს ლომის წილი. ეს არის ზუსტად ქრისტიანულ ქვეყანაში ვერ ნახავთ შიშუმოფირების მიერ მოწყობილ აქციებს და მე ახლა თქვენის ნებართვითაც და ისედაც სამწუხარო ის არის, რომ ჩემი შვილი 18 წლის ხდება და რო გახდება 18 წლის იმ რეაბილიტაციის კურსების პროგრამიდანაც იღებს. აქვე ბენზინი რო გადამასხან და დამწარო ჩემ შვილს ეშველოს რამე, მე მზად ვარ ამისთვის ხელს მოვაწერ. ჩემს კი არა ამ ბავშვებს ყველაზე ვარ წამსვლელი და ამ ეტაპზე ეს ისეთი მტკივნეული თემა არის, რომ ამას ვერავინ ვერ მიაფუჭეჭებს. ეს არ არის სიმშილი, ეს არ არის სოციალური რაღაცა. ეს არის, როდესაც შენი შვილი
იყურებს როგორი ვასკაცი ხარ და როგორ იცავ მისი ცოცხლეს და არ არსებობს აქ უკანდახევის არც ერთი ნაბიჯი და ხელისუფლებასაც ზუსტად ეს ჩვენი და ყურადღება არ არსებობს რომ აქ არ იყოს სხვათა შორის გულდასაწყვეტია იმედის ტელევიზია აქ არ ბრძანდება გეგონება ეხლა ჩვენ ესეც ხო არ არის უცხოეთ ქვეყნიდან მართული აქცია საზოგადოებისთვის ეს რო არ მომეტანა მე ვერ მეტყოდი ჩემ ბავშვს რომ მე გავაკეთე ყველაფერი ეს არ იქნებოდა ყველაფერი და ჯერ კიდევ ეს არ არის ყველაფერი ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი და ჩემი ბავშვი რომ მეტყვის რა გააკეთე ჩემთვის ჯერ კიდევ ნახევარგზაზეც არ ვარ მისული და მე მაქვს უყურებელთვის ეს ჩამოკიდებული ეს სინდისის ქეჩნა რომ ყველაფერს ვერ ვაკეთებ თუმცა დღევანდელი დღე არის ცდილობა რომ ჩვენი თავის და ჩვენი შვილების წინაშე ვიყოთ მართლები და ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია ეს წარმოდგენილია დოკუმენტი შევიტანთ ბუნებრივი ამას პარლამენტში მოეწერება ხელი იმ დროს როდესაც ჩვენ გვაქვს სახელმწიფოში შესაბამისი ბიუჯეტი რომ მარტივად მოხდეს ამის უზრუნველყოფა ჩვენ ვაიძულებთ ძალიან ცუდი ამის თქმა მაგრამ უნდა ვაიძულოთ სახელმწიფო და შესაბამისი ორგანოები რომ გამოიყოს შესაბამისი თანხები და დაიწყოს პროცესი ჩვენ რას ვითხოვთ ყოველ შეხვედრაზე პროცესის დაწყებას ნახეთ როდესაც გვეუბნებიან ჩვენ არაერთ შეხვედრაზე და ყველა შეხვედრა იყო უშედეგო როდესაც გვეუბნებიან რომ თითქოსა ჩვენ უნდა შევისწავლოთ ეფექტურობის ხარისხიანობის ესე რომ ვთქვათ მხარე ჩამოვიყვანეთ შეხვდეთ და ერთი კითხვა რაც დარჩა სამინისტროს მედიკამენტთან დაკავშირებით იყო ის რომ რამდენად ეფექტური იქნება ეს წამალი და უსაფრთხო იქნება ამ კითხვასაც გაეცა ხალხო პასუხი და ამის შემდეგ საერთოდ გაჩერდა სამინისტრო საერთოდ გაიყინა სამინისტრო მხოლოდ შეხვედრები მხოლოდ საუბრები შედეგს ვერ მოიტანს ზოგადად როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება იწყებს ადამიანების იგნორს იწყებს ყველას იგნორს სამწუხაროდ და როდესაც შენ იცი რომ შენი დაავადება შეიძლება განიკურნოს შეიძლება უკეთ იყო და მარტო იმიტომ რომ ფიზიკურად ფული არ გაქვს მარტო ამის გამო ხარ რაღაცისთვის ასე თქვა განწირული ჩემი აზრით ეს არის წამება ეს არის უსამართლობის პიკი რომელსაც ეს ადამიანები და მათი ოჯახები განიცდიან და აი ამას რატომ არ ეშველება და ვერ ეშველა აქამდე ხო თუ ვამბობთ რომ ჩვენი ეკონომიკა ყვავის და რაღაცა ორნიშნა ზრდა გვაქვს და 1000 რაღაცა ხდება რატომ ვერ მოხერხდა 100 ბავშვისთვის შესაბამისი წამლის შემოტანა